არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის საეპარქიო კომისიაზე მესამედ დაიბარეს. ის საპატრიარქოში სამშაბათს უნდა მივიდეს. სასულიერო პირი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მისი განეიტრალების ბრძანებაა გაცემული, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი ასრულებს. დილის 10 საათიდან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. თავმჯდომარეობისათვის 5 კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატად მოიაზრება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მხარდასაჭერად რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს ადვოკატები. ამავე ინფორმაციით ჟონავს ცესკოს ბიულეტენებიც. ზურაბ გირჩიჯაფარიძე საპატიმროს 19 დეკემბერს დატოვებს. ოპოზიციის 8 ლიდერისთვის წაყენებული ახალი ბრალდების საქმეზე კი პროცესების დაწყებამ 2 თვით გადაიწია. საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით აღძრული საქმეების განხილვა 24 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო. თესეუმ მეშვიდე კორპუსის სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია უკვე ასახულია საჯარო რეესტრში. განათლების რეფორმის ფარგლებში კობახიძემ უნივერსიტეტის გარკვეული შენობების გაყიდვა გასხვისება დააანონსა. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ელბეი ქერიმლი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი უცნობია. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრი 2023 წელს დააკავეს. მან ჰეიდარ ალიევის ძეგლს სტალინი დააწერა. ამის შემდეგ მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს და 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.